გამარჯობა, თქვენ უსმენთ და უყურებთ რადიო სივრცეს FM 98.5-ზე. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია და მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ექიმი, კლინიკა ვივა მედის დირექტორი, ტელეწამყვანი ქალბატონი ნინო ნადირაძე. ქალბატონი ნინო, პირველ რიგში ალბათ უახლოეს ამბებს რომ გადავხედოთ, პოლიტიკური მოფლენებია უფრო საინტერესო. თქვენ აქტიურად ჩანხართ, მიუხედავად იმისა, რომ ტელესახე ხართ, აქტიურად ჩანხართ ამ კუთხით, აქტიურად პოზიციონირებთ, მათ შორის სტატუსებით, პოსტებით, თუნდაც კომენტარებით. როგორ შეიძლება შევაფასოთ მიმდინარე პოლიტიკური ველი საქართველოში ზოგადად? პოლიტიკური ველი, მე არ ვთვლი ამას, საერთოდ ველია რაღაცა პატარა მინდორია, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას ამდენი წლის მანძილზე წესით ნორმალური ოპოზიცია არ გამოუჩნდა, რაც მართლა ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ რეალურად საჭიროა ასეთი ოპოზიცია იმისთვის, რომ ყოველ საჭიროა არსებობდეს განსხვავებული აზრი. თუმცა ყველაფერზე არ არის საჭირო განსხვავებული აზრი იყოს, რაც არც დღევანდელ ოპოზიციასაც არის შეუძლებელია ყველაფერზე იქონდეს საპროტესტო შეხედულება, მაგრამ ესეც მათი უნიჭობის და უნიათობის ბრალია, რაც ასევე ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მიუხედავად აი ამ საშინელი შემოტევებისა შინ და გარეთ, იმიტომ რომ ურთულესი სამეზობლო გვაქვს, ურთულესი მსგავსი სამეზობლო, ამიერკავკასიის ქვეყნებს გვაქვს ესეთი სამეზობლო, გვინდა თუ არ გვინდა ასე მოგვიწია და ჩვენ ამ მეზობლებს ვერსად ვერ გავაჩოჩებთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის ძალიან ბევრი რაღაცა არ მომწონს, და ცოტა სხვაგვარად გავაკეთებდი, თუმცა მე მათ ადგილას არ ვარ და შეიძლება სხვანაირად ვერც გამეკეთებინა, იმიტომ რომ როდესაც ყოველ წამს თავზე ვიღაცა გადგას და გიჭიჭხინებს და სულ რაღაცა დივერსიის და სულ რაღაცა საბოტაჟის მოლოდინში ხარ, შეიძლება სხვაგვარად ვერც გააკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად მაინც ახერხებენ, რომ ამ ძალიან მძიმე საერთაშორისო ვითარებაში ეს ჩვენი პატარა ქვეყანა მაინც სამშვიდობოს გაიყვანონ და ეს არის ყველაზე მთავარი და ის რომ საქართველოს თხოვენ აი მკვეთრად აზრი დააფიქსირეთ ან იქით ან აქეთ ან მარცხნივ ან მარჯვნივ ეს არის 5 წლის პატარა ბავშვს რომ ესე დევკაცები შეეყავ და აბა თქვი შენ საითხარ ჩვენი ქვეყნის ზომებიდან და სიძლიერიდან გამომდინარე შეუძლებელია მოთხოვო თუ ამ ქვეყნის მტერი არ ხარ მკაცრად დაფიქსირება პოზიციის იმიტომ რომ ჩვენი თავდაცვა არის ერთადერთი სწორი ლავირება აი ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ელემენტარულად შეიძლება ემსხვერპლო დიდი სახელმწიფოების რაღაც ინტერესთა ჭიდილს და ამიტომ ძალიან სწორია ის ესეთი ხმამაღალი დაფიქსირება არ ხდება ჩვენ შენსკენ თუ ართ, იქით ვართ, აქეთ ვართ, ჩვენ ვართ საქართველოსკენ, ეს მომწონს ეს სლოგანი, რომ საქართველოს ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები არის ყველაზე მთავარი და რასაც უნდა დაგაბულინგო, რომ შენ რატო ჩემსკენ არ ხარ და იმისკენ ხარ და დასავლეთი და აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი და სამხრეთი, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და არც არავის მოუწია იმის გარანტია, არც ერთ მხარეს, რომ შენ თუ მკაცრად დააფიქსირებ ჩემს მხარეს ყოფნას, ჩემს ბანაკში ყოფნას შენ გეძლევა აბსოლუტური გარანტია უსაფრთხოების. ასეთ უსაფრთხოების გარანტიას როგორც სამხედროს, ასევე ფინანსურს, ეკონომიკურს არც ერთი ქვეყანა ჩვენ არ გვაძლევს. ხოლო უგუნური შეიძლება ვერ მიხვდეს ჩვენი ქვეყანა საით მიდის. ჩვენი ქვეყნის ინტერესები საით არის წარმართული, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ხმამაღლა არ გვათქმევინო. ის გამოც ძალიან კაცრი რეაგირება შეიძლება მოყვეს ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლების მხრიდან და ეს დაინახო, ეს გაითავისო და ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ უნდათ ამის დანახვა თუ ამისი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რომ რეალურად უნდათ რომ მართლა რაღაც შარში გავეხმიოთ, ხო? ოპოზიციას გულისხმობთ და მათ მხარდამჭერებს. დიახ, იმიტომ რომ ეს რაღაცა მართლა მეხუთე კოლონის თვისებები აქვს ამ ოპოზიციურ მოძრაობას და ხალხი ძალიან ბრძენია. ხედავენ და ეს ყველაფერი ხალხმა დაინახა და ზუსტად ამიტომ არის რომ
ეს ოპოზიცია ვერასოდეს ვერ აღწევს საწადელს ეს ერთი. მეორე ერთი მე არ ვიცი, უნდა რომ საერთოდ საწადელის მიღწევა თუ მოწონს ეს ოპოზიციაში ყოფნის მდგომარეობა და ახლა ძირითადი ომი გაჩაღებული აქვს ვისი პარტია მოიპოვოს ყველაზე მეტ დაფინანსებას, რომელი ოპოზიციური ძალა, რომ ერქვას ნომერი მეორე ძალა და აი ამაში აკეთოს ფულები, ასე ჟარგონით რომ ვთქვა, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები მზად არიან ვთქვათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რაიმე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების. მე მათგან ვერ ვისმენ, რომ თუ ისინი შეცვლიან ხელისუფლებას, რას მაძლევენ სანაცვლოდ. რა ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ? მემარცხენეები არიან, მემარჯვენეები არიან, ცენტრისტები არიან, ვინ არიან, სად არიან? მე ეს ვერ დავინახე. ვერ ვხედავ, არ ვარ მე მგონი სულელი ქალი და მე მათ დაპირებებში გარდა რაღაცა ზედაპირული ლოზუნგებისა და ეს ძირითადი ლეიტმოტივი არის, რომ აი რომ მოვალთ მერე ვიფიქრებთ, იმიტომ რომ თვითონ თავიანთ ბრძოლის პრინციპიც ეგეთი აქვს, ყოველ ჯერზე აი ხვალ ვიფიქრებთ, ზეგ დავგეგმავთ ანუ დღეს რა უნდა, დღეს რა სამოქმედო გეგმავთ, რომ დაუსვა კითხვა, ვერ გაგცემენ პასუხს. ამიტომ როგორი აბდაუბდები არიან ოპოზიციაში ყოფნისას, ისეთივე აბდაუბდები იქნებიან ალბათ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ამას გვინახავს როგორებიც იყვნენ. გვინახავს ჯერ ეს ერთი, კაი ვიღაცას არ უნახავს და გონია რომ რაღაც შეიცვალა. ხო, მათ მხრიდან. მაგრამ არ ვამბობ, არ ვიყურები უკან. დღევანდელ დღეს როგორ დესტრუქციულ მოღვაწეობასაც ეწევიან, მოღვაწეობა რა თქმა უნდა ბჭყალებში. ეს დესტრუქცია ძალიან ცხადია და ძალიან კარგად ჩანს. მე ეს კოლოსალურ ზიზღის ფუნდამენტზე ნაშენები ეს კამპანიები, იმიტომ რომ მე პირადად არ წარმომიდგენია ჩემი ქვეყანა, ჩემი სხვა მეზობლების, ახლობლების, მეგობრების გარეშე, რომლებიც დიამეტრულად სხვა აზრზე არიან, დიამეტრულად სხვანაირად უყურებენ ყველაფერს და მე მათ მიმართ არ მაქვს ეს რაღაცა მიუღებლობა და ზიზღი და ასე შემდეგ. მე თუ ისინი ჩემთან ერთად არ იქნებიან და ჩემ ქვეყანაში ერთად არ ვიქნებით, არ მინდა არც ერთი მიმართულება ამ ქვეყნის. მე მათ გარეშე არ მინდა ნახევარი ქვეყანა რომ ჩემსკენ არ იყოს, არ მინდა. ჩემსკენ როგორ გულისხმობ, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო და მე არ მაქვს ესეთი რომ თუ ისინი ჩემაზე არ იქნებიან, უნდა ამოწყდნენ და მათ ეს აქვს, რომ უნდა ამოვწყდეთ და ვერ ვწყდებით რანაირად ამოვწყდეთ, თავს ვერ მოვიკლავ და იმის გამო რომ ანუ მეუბნება რომ შვეიცარიელი უფრო უყვარს ვიდრე მე და მე ბძაგვარ და იქ იტალიასთან და ახლოს ყოფნა მე ეს არ მჯერა. და ამიტომ არც მისაღებია ბუნებრივია ჩემთვის აბსოლუტურად და მე მინდა რომ ჩვენი თანაცხოვრება გახდეს ბევრად უფრო აზრიანი. მე არ ვიძახე ხა სიყვარულების ახსნას, მაგრამ რაღაცა უნდა მოვნახოთ სად ვართ ერთიანი, სად არ ვართ ერთიანი, თუ რატომ არ ვართ ერთიანი და ეს გონი ეხა როგორც ვატყობ, ისევ ხელისუფლებას ყოფნის, რომ ეს რაღაცნაირად კანონის ძალით თუ რაღაცის ძალით ეს სიძულვილის და სიზღის ენა შეაჩეროს და გადაიყვანოს ეს რაღაცა კონსტრუქციულ საღჩარჩოში, სადაც კივილია, წივილია, გინებაა და წყევლა, იქ ვერასოდეს ვერ იმსჯელებს საღად. ისინი მოდიან რომ აი ჩვენ რადიკალი თქვენ რუსეთუმეები ხართ, ის ჩვენი პროდასავლელები ვართ. არც მაგის ჯერა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ხა. მე სადავარის ხო ვიცი და რა რუსეთუმეებიც ვარ ეგეც ხო ვიცი, მაგრამ ისინი სად არიან და ვინსად შეულოს პლუს და ვის რა ერიცხება, ესეც ხო კარგად ვიცი, ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და RGB-ში რომ რუსული პენსია გერიცხება და რუსებზე ბინას აკირებ და მე რომ აქ რაღაცა ჭკუას მასწავლე და თან ევროპულ დროშას იქნებ. ანუ ეს ყველაფერი ფარსია და რეალურად ყველაფერი ეს არის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა, ვისაც ახლა თავი უფრო ჭკვიანი გონია და არ ვიცი, შეიძლება მათ ჩვენ რო უფრო ჭკვიანები არიან და მოიგონ ეს ბრძოლა, მაგრამ ვერ იგებენ, იმიტომ რომ არ ყოფნით ტალანტი, ნიჭი, გაქანება იმისა, რომ ადამიანობა თვითონ ერთმანეთს ჭამენ ყოველ წამს, თვითონ ერთიანდებიან. ანუ იმდენად სასაცილოები არიან თავიანთ ნაბიჯებში, რომ ადამიანები ამას ხედავენ და იმიტომ არის, რომ ყოველ ჯერზე მათი შემდგომი ყველა ასე ვთქვათ დასახული ნაბიჯი თუ ღონისძიება თუ ნებისმიერ ქმედება ფიასკოთ იმთავრდება ხოლმე რაღაცა ესეთი დატვირთავენ ხოლმე დაძაბავებით ვითარებას და მე რაღაცა კომიკურ ჟანრში გადადის ხოლმე ყველა მათი ეს გამოსვლა და მათი ლიდერები ძალიან ოდიოზურები, დრომოჭმულები და უინტერესოები არიან და
ესეც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ შეხედეთ, რაღაცა მოასხდნენ აი ამ ოპოზიციის ველს და როგორ დავიჯერო, რომ არ არის ბევრი კარგი ახალგაზრდა, რომელსაც საღი აზრი აქვს, არ აქვს ეს ზიზღით სავსეგული, უყვარს ეს ქვეყანა და ბევრად უკეთესად მოირგებენ ოპოზიციონერის როლს და ჩვენს ხალხი შეიძლება გადავიხაროთ მხარეზე, მაგრამ ეს დრომოჭმული 1000-ჯერ გადაღებილი კანგამოცვლილი ადამიანები არანაირად არ იმასახურებენ ჩვენს ყურადღებას, ხომ? შესაბამისად ვერ იღებენ იმ შედეგს, რა თქმა უნდა და არ ვიცი, უნდათ რომ შედეგის მიღება თქვა, აი მე მაგაზე მაქვს რომ მე მგონი არ სურთ ამ შედეგის მიღება და იმ რაღაცა ფულს აკეთებენ აი ამ ოპოზიციაში ყოფნით. ბიძინა ივანიშვილი მაგ კუთხით საკმაოდ საღად და გონივრულად უდგება პროცესებს, რასაც ვუყურებ, ძალიან კარგად იცნობს ადამიანების ბუნებას და კიდევ ერთხელ გამეორდები, მე არ მიყვარს დიდი რამბები, რამდენადაც მქონია ამ ადამიანთან მცირე შეხება, ის რომ აი უგონოდ უყვარს თავის ქვეყანა, ეს ჩანდა მის ყველა სიტყვაში და ასე შემდეგ და ჯერჯერობით ის ხალხი არ თან რა მომწონს რომ აი ამ გუნდს არ უტყდება შეცდომების აღიარება. არ იცის ეს ვირზე შეჯდომა, ხა იგივე ჯუშენის დაავადებაზე რომ იყო ეს ამბავი. ან მათ არ აქვთ იმის განცდა თუ რაღაცას აუხსნი, გააგებინებ, ეს დათმობა კი არ არის, ეს არის დათანხმება, მიღება, დაჯერება, გათვალისწინება სახელმწიფოა, ხო, როდესაც ასეთ მრავალმილიონიან პროექტზე უწევს ხელის მოწერა, მას კარგად უნდა დაუსაბუთოს ყველამ ეს, რატომ, რისთვის, ეს უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტიტუტებმა, სხვადასხვა კომისიებმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა და ხო მივიდნენ იმამდე, რომ კი ბატონო, ეს გასაკეთებელია, თორე ეს ვერც წარმომიდგენია და არც არავის დაუჯერებია ის რომ ეხა ირაკლი კობახიძეს ამ ბავშვები ჯანმრთელობა არ ადარდებდა ორი შვილის მამა ეგ კატეგორიულად ამჯერა მაგისი ემპათიური ესა რა ქვია მარაზმის რომ აი არა იმას ემპათია ჩვენ გვიყვარს ბავშვები და მათ არ უყვართ როგორც რაც გამოჩნდა მე პირიქით ზეწოლა იყო ამ მშობლებზე რომ როგორო ესენიო დაეთანხმნენ მაგასო და ანუ ეს საპროტესტო მუხცეო ჩვენო რევოლუციის მოხდენა გვინდა აი ლეში ჭამი აქედან ვინ არის და სხვისი ბავშვების ხორცი და სულით მოვაჭრე ვინ არის აი ამ სიტუაციის გამოჩნდა ეს იყო კავკასიური ცარცის წრის კლასიკური მაგალითი ვინ გაუშვა ხელი და ვინ არ გაუშვა ხელი ვისაც არ მოუნდა ბავშვის გაგლეჭა და შესაბამისად ამას ხო ვხედავ ეს ჩანს რომ არასოდეს ბავშვს ეს მთავრობა არ გლეჭს ყოველთვის ცდილობს რომ ბავშვი გადარჩეს საქართველოს გადარჩეს და არ შეჯდეს აი ამ ჯორზე და ვირზე საუკეთესო ინტერესებით იხმობს რა თქმა უნდა და ამიტომ ვარ აი ამ ხელისუფლების მომხრე იქამდე სანამ მე არ დავინახავ რომ ის ბავშვს გაგლეჭს სიცურველის ენის შესახებ მინდა უფრო ზუსტად დაგისვათ, იმიტომ რომ გეთანხმებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა იყო, რომელიც გაჟღერდა და უკვე მოქმედებაში შემოვიდა. თქვენ მათ შორის ხართ ის ძალიან ცნობილი და ისეთი ბევრისთვის პოპულარული საყვარელი სახე, რომელიც ასევე გამხდარა სხვადასხვა თავდასხმის ობიექტის, ვერბალური თავდასხმის ობიექტი. აი ამის შესახებ რო ვისაუბროთ, უფრო დაზუსტებით ზოგმა ეს ინიციატივა აღიქვა როგორც თავისუფალი სიტყვის ცენზურა, თუმცა ჩვენ ალბათ დავინახეთ უკვე რომ ზოგისთვის რაღაც ნაწილისთვის თავისუფალი სიტყვა და შეურაცხყოფა არ იმიჩნევა. ამ დროს ეს ფაქტია რომ გასამიჩნია. მე დიდხანია ბიზონის ტყავი მაქვს და ჩემზე არ მოქმედებს რეალურად რომ ხა ვიღაცა თუ გამლანძღავს და დამწყებლის ხა ჩემს შვილებს ნუ შეეხებიან ეს იმნეულია თორემ მე თუმცა ჩემი შვილების მიეჩვენენ აი რაღაცა პატარა ბავშვების წყებლაზე რო გადადიან. მე ვფიქრობ, მე კი არ უნდა დამიცვან მაგით, მე არ მჭირს არაფრის დასაცავი. ეს ადამიანები საკუთარი თავისგან უნდა დაიცვან, რომ ასეთ ბოროტებაში არ უნდა ჩაიღჭო. რაღაც მომენტში აი როგორც ნაგვის გადაგდებას ევროპაში როგორც იქსისუფთავია, ესეთი კაბალური ნაგვის კანონებია, რომ აბა რამე დააგდეთ ისეთი ის მოგივა გადასახადი და ჯარიმა, რომ მეორეჯერ აღარ გააკეთებ. ამიტომ აი ამ ყველაფერი დავარცხნილობის უკან, რა თქმა უნდა, ყოველთვის გასხომა ძალიან მტკივნეული რეფორმები.
მე მაგალითად მე არ მიყვარს ეს კანონები, შეზღუდვები, ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, ჩემზე პირიქით ცუდად მოქმედებს, აი რაღაცაში რომ ზღუდავენ, მე მიყვარს, როდესაც ჩემი ნებაყოფლობით ვარ სამყოფ რაღაცაზე, ადამიანურობიდან გამომდინარე, რომ ძირს არ უნდა დავაგდო ნაკავი. ზოგს ამისთვის ჭირდება, ესა რა ქვია, სპეციალური საკანონმდებლო აკრძალვა და ჯარიმა, ხო? და აი ბავშვს ხო ვასწავლეთ, არ შეიგინო, არ დაარტყა, არ დააგდო, შენს თანა კლასელს თუ ჯგუფელს თუ ბაღში არ კრახელი არ დააზიანოს ხვისი ნიფთი არ აიღო ესევე უნდა გაზრდა საზოგადოებას ხო და ეს კანონები იმისთვის არსებობს რომ ადამიანი ზოგი ვერ აკონტროლებს თავის თავს ზოგი რომ მიუშვა კაცსაც მოკლავს თუ ეცოდინება რომ ამისთვის არ დაისჯება ეს დაუსჯელობის განცდა ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ძალიან ცუდ ფორმებს იღებს. შესაბამისად საჭიროა. თან ეს ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, მათ არ ქონდათ საშუალება, რომ ესეთი ფართე აუდიტორია ქონოდა, თავის სამეზობლოდ შემოიფარგლებოდა, ეზოში გადმოდგებოდა, იჩხუბებდა ვიღაცას უყილებდა და ეხლა მიეცა სოციალური ქსელი, სადაც შეუძლია მარჯვნივ მარცხნივ ყველას აგინოს, ლანძღოს. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს. იმ ადამიანებს, ვისაც ლანძღავენ, მათ შვილები ყავთ. რამდენი თვითონ პოლიტიკოსებმაც კი გამოა რაღაცა სხვისი შვილების თავდას სხვისი შვილების ბულინგი. ხა რო ხედავ ერთ-ერთი ოდიოზური ქალბატონი გამოდგა და ვიღაც პოლიტიკოსის შვილის ფოტოებზე აი ესო დააბულინგეთო ბავშვებო. ან ნაცისტური რაღაცა უბედურებები, ფაშისტური ქცევები. ეს მიუღებელია რა თქმა უნდა. მიუღებელია და ამიტომ შეხედეთ კანონი ძალიან მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული რა არის ადამიანურობა და რა ცდება ამას და რა შენ რა შეიძლება სხვას აკადრო თან თავად კი არ მოწონთ. აბა რამე შეუტრიალე მსგავსი. კი ბატონო, ძალიან კრუნჩხვებში ვარდებიან, ისეთ კრუნჩხვებში ვარდებიან, რომ რა ვიცი, შეურაცხადები ხდებიან. ამიტომ ჩემი პრინციპი არასდროს გაუკეთო სხვას ის, რაც შენ არ გინდა რომ შეკემთხვას. და ძალიან ხშირად საჯარო პირია უნდა აიტანოს. ის საჯარო პირი ძალიან მარტივად უყურებენ საჯარო პირობას. იქ იმდენი პასუხისმგებლობაა, იმდენი სახიფათო ვითარებაა ცხოვრების მანძილზე. ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ შეიძლება ციხეში ამოყო თავი. ამიტომ საჯარო პირობა არის ძალიან რთული. ძიმე ფსიქოლოგიური სტრესის და წნეხის ქვეშ იმყოფები ყოველთვის. აპრიორი ხო საჯარო პირს უკვე აი ხალხის მტერი ხარ რა, რომ ჯდები სავარძელში აუცილებლად გთამისტი ხარ. ეს იმიჯის გამოსასწორებელია. ძალიან ძიმე ფორმები მიიღო ამან. ესეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბიძაშვილია, მეგობარია, მეზობელია. ამან უკვე მიიღო კატასტროფულად მიუღებელი ფორმები, რომელსაც უკვე დაჭირდა ჩარევა ვფიქრობ. და ეს იყო აუცილებელი ზომა, იმიტომ რომ საკმაოდ ცოტა ადრეც იყო ეს გასაკეთებელი და სწორედ დროულია. მე ყველანაირი ცენზურის მოწინააღმდეგე ვარ, საერთოდ სადღაც ანარქისტიც ვარ ბუნებაში, მაგრამ როცა ხედავ რომ ადამიანების ეს ქცევა გახდა უკონტროლო და ამას უყურებენ ბავშვები რომ არ უყურებდნენ და არასრულწლოვნებს რომ არ ქონდეთ სვდომა სოციალურ ქსელებთან, მაშინ არ ჩავთვლით რომ ეს პრობლემაა. უბრალოდ არასრულწლოვნები ამას ყველაფერს უყურებენ, ხედავენ რომ შეიძლება ადამიანს აგინო, წყევლო, საშინელებები უთხრა, გინებების ისეთი ფორმებია ხოლმე, ისეთი ვიღაცის ცოლს ისეთ აუდა, მეც ხო ვარ ვიღაცის ცოლი კაცო, ვიღაცა მუტრუკი დეგენერატი ისეთ რაღაცას დამიწერს ხოლმე კორექტულად მითხარი რა პრობლემა გაქვს და რა არ მოგწონს რა ხელი გაქვს შენ ჩემთან როგორც ქალთან ხანდახან მინდა ხოლმე ეხა რეაქცია არ მაქვს რომ ამ დროს რამდენჯერ შემხოდრია მე ეს ადამიანები აი ესეთი მოკუკულები ქალბატონო ნინო თქვენთან ერთად სურათის გადაღება შეიძლება აი აქ ძალიან მაგრები არიან ეს მარჯვნივ მარცხნივ ესახდება კი ბატონო შესაძლოა ტეტ-ატეტ ამ ადამიანებს ხვდები ისე პატარავდებიან და არაფრის თავი არ აქვს იმიტომ რომ ცხოვრებაში რეალურად ვინც თავის თავს პატივცემს მის სიტყვას ფასი აქვს ადამიანი რომელიც თავის თავით კმაყოფილია არასოდეს არ იკადრებს ამას და მას არ ჭირდება სოციქსელში ასეთი რეგულაცია მათ შორის და
ესეთი ადამიანი ხვდება როგორ უნდა გამოხატოს თავის სათქმელი. ეს ზუსტად პატარა კაცუნების და პატარა ქალუნების საქმეა, როდესაც ესე წყევლით და კრულით და გინებით დარბიან აი ამ სოციქსელებში და ამას აყურებიებენ ბავშვებს. და მე ამათი შვილები რომ უტრიალდებიან და საკუთარ დედებს და მამებს დედას რო აგინებენ და არათ რო აგდებენ და პატივს არცემენ, მე უკვირთ რატომ აღარ არის მშობლების და წინაპრების პატივისცემა, სწორედ ამიტომ როდესაც ხედავენ თავიანთ დედას და მამას რომლებიც საკუთარი თუ არასაკუთარი სახელი და გვარის ქვეშ უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ცოცხალ ადამიანს ზუსტად იგივეს გაუკეთებს მისი შვილიც და ამიტომ ისევ საკუთარი თავისგან დასაცავად არის ეს კანონი საჭირო. თუ შეგვიძლია ცოტა ვისაუბროთ მათ შორის ხელისუფლების მიმართაც კრიტიკული თვალსაზრისით და რავს გულისხმობ გეტყვით დასაწყისში აღნიშნეთ რომ არის რაღაცები რაც მეც არ მომწონსო და აღნიშნეთ ასევე ისიც რომ ის კარგი ხელისუფლებაა იმიტომ რომ ითვალისწინებს აზრს თუ შესაძლებელია რამე ერთი ორი გამოყოთ, რაც შესაძლოა გასათვალისწინებელი გახდეს შემდეგ. ჩემთვის ეკონომიკური კუთხით არის ბევრად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გასაკეთებელი. კაი, რა გახდა? ეხლა ესეთი პატარა ქვეყნის ბევრად უფრო მაგარ ქვეყნად ქცევას, ხო? მარტივია ბევრად უფრო, იმიტომ რომ შენ ლავირების საშუალებას გაძლევს კანონმდებლობაში სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება გაქვს ესეთ პატარა ქვეყანაში ჩვენ ხო არ ვართ ახლა ამერიკა ამხელა უზარმაზარი 1000 შტატი და იქ იმას ეს უნდა და იმას ეს უნდა პრინციპში პატარა კოხთა ქვეყანა ვართ და სხვადასხვა კანონების მორგება სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება ბევრად უფრო მარტივია ნეპოტიზმი სასტიკად არ მომწონს რომ რთულია სამუშაო იშოვო თუ ვიღაცა შენ გამო არ დარეკავს ეს არის ამის ვერსად ვერ გავიქცევი. ნამდვილად არის. იმისი პრობლემა რომ მე მაგალითად მომწონს ახლა ინგლისში ცხოვრობს ჩემი მეგობარი და იმენ თქო რომ შენ სასახსეც არ უდდებით ისივის რომ მაგზავნის სახელი და ასაკი არ მიედითება რომ ვერ გაიგოს. არ მოხდეს იმის გარჩევა ვისი ვინ არის. ანუ კოდირებულად მიდის მხოლოდ სამუშაო გამოცდილება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ არც სახელი და გვარი არ იწერება და არც ასაკი იცი. და სადღაც სქესიც კი არ ეწერება რომ არ მოხდეს ამ კუთხით გამორჩევა ის რომ ნეპოტიზმი მძვინვარებს განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურაში იმიტომ რომ შეხედეთ სადაც კერძო სტრუქტურაა ბიზნესია იქ ადამიანი პროფესიონალიზმზე აკეთებს აქცენტს და იმას უნდა რა თქმა უნდა თავის ფულს აბარებს ხვდები და იმას ხო არ ჩააბარებს და ამ სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი განცდა აქვს რომ თითქოს ეს არავისი არ არის ეს საბჭოური გადმონაშთია სახელმწიფოს ნიშნავს არავისი ამ დროს სახელმწიფო ყველაფერი ჩვენია და იქ ყოველთვის ყველა ცდილობს რომ სამსახურში აიყვანოს აუცილებლად ვიღაცის ვიღაცა. ოღონდაც ეს ვიღაცის ვიღაცა მაგაზე კაი ტიპი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ზემოთ კიდე ვინც დგას, ემად იმას თვალში ის ვიღაცა არ მოუვიდეს და ამიტომ ძირშივე ხდება ნიჭიერი კადრის ჩაკლა და მე ვთვლი რომ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მე ამას ხმამაღლა ვიტყვი რომ ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რაც ნიხილს ბადებს ახალგაზრდებში რომ აი მე კი ვარ სხვა ჯობი ვარ, მაგრამ იმაზე დარეკეს და ჩემზე არავინ არ დარეკა და იმ უფროსაც იმის განცდა აქვს რომ აიმე ჩემზე ჭკვიანი ვინმე არ მოვიდეს და ეს არის ყველაზე დიდი არასახელმწიფოებრივი მიდგომა და ეს არის სახელმწიფოს ტრობა. ასეთ ადამიანებს მივიჩნევ მე მტრებად. მე ყოველთვის რატომ მე ბევრი მე გამოვიდა მე მიყვარს ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი და სამსახურში როცა ვიღაცა ამყავს. მაგრამ შეიძლება ეს კერძო სტრუქტურაა და მაგრამ მე ცხოვრობ ვიღაცის ფლობელობაში ეს კლინიკა, მაგრამ მე არ მაქვს იმის განცდა რომ ვიღაცა ჩემზე ჭკვიანი არ გამოჩნდეს. და ეგ გამოჩნდეს ჩემზე ჭკვიანი. ჯერსეთ ეს მაიძულებს რომ მე კიდე უფრო მაგარი ტიპი გავხდე. და იმას ვაჯობობ თქვა ჭკუაში, მაგრამ თუ ვერ ვჯობნი, უნდა გამაჩოჩოს ვიღაცამ, ხო? და ეს სახელმწიფოს იმაში ეს სულ მოსდევს ამას. ეს საქართველოს ეს პრობლემაა, კომუნისტების დროიდან მოდის ეს ისა, რომ აუცილებლად ვიღაცა, მაგრამ საზოგადოებას მე მგონი მასია, რომ ყველას ეშინი, რომ თავისდე ჭკვიანი ვინმე სადმე არ გაეპაროს. ამიტომ ეს რაღაცა სტილი გახდა მუშაობის, რომ ემან უფროს ჭკვიანი არ ვეგონო. მერეც გადაწყვეტილების მიღების სიძნელე
ბიუროკრატიული ბევრი საფეხურები, რომელიც რაღაცა საქმეს თუმცა ართულებს. მეგრე ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელი, რომელიც ცდილობს თუ რაღაცაში არ აქვს კონკრეტული სარგებელი, აუცილებლად ფინანსურს არ ვიძახი, შეიძლება იმ პროექტს გვერდზე გადადოს არ დაძრას, ან იმისი პროექტი დაძრას, ვიზეთ დარეკეს. ამიტომ ეს რაღაცები მე არ მომწონს. ჩვენი პოდკასტის შინაარსიდან გადავუხვევთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პასუხები გქონდათ სხვა კითხვებზე, თუმცა ერთი კითხვა მაინც მინდა დაგისვათ ჩვენი პოდკასტიდან გამომდინარე, ზოგადად წარმატების შესახებ საუბრობთ და ამ შემთხვევაში მხოლოდ რჩევის ხო გითხარ წარმატებაზე ხმას რა მოიღებ, ამდგები და გავიქცევით, რომ მე არ ვარ აბსოლუტურად წარმატებული. რანაცეში ვარ წარმატებული არის ის ქალი, რომელიც ის სახში იმის ხმას მოაქვს ყველაფერი თავზე აყრის, არაფერი არ ეკითხება, არც პოზიცია იცის, არც ოპოზიცია იცის და საერთოდ იმის გარდა რომ როდის მიფრინავს სადღაც დასასვენებლად იმის გარდა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად არაფერი არ ეკითხება. ეს არის წარმატებული ქალის ჩემთვის რა ქვია პორტრეტი უნდა აქ დაიწყოს მუშაობას მობეზდება მე წამოვა იქ და უნდა დახატას უნდა დაქარგავს უნდა ყაისხნაგით მოგცოს უნდა წავა სკოლის ანუ შეხედეთ როდესაც ქალი არის არჩევანში თავისუფალი და არ აქვს იმისი რა ქვია შიში რომ არ იქა ხვალ რა იქნება და ეს უნდა ვქნა და ხალი რომ სამსახურიდან გვიან მივა ის რანაირად არის წარმატებული არ არის ის ქალი წარმატებული შესაბამისად მე ამ პორტრეტში არანაირად არ ვждები მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა იცით რეალურად ნუმა ვერ გადამარწმუნებ არ გადაგარწმუნებთ უბრალოდ კითხავთ რომ ამიტომ მინდა რომ ჩემმა მთავრობამ შეხედე რა ვთხოვ ჩვენ ხელისუფლებას რომლის მიმართაც მე ბევრი სიმპათია გამაჩნია და მომწონს როგორც ლავირებს ხო ჩვენ ქვეყანას რაც სჭირდება ის გააკეთა გადავჭი ძალიან ბევრ რაღაცას ამაზე თან ესე რომ აბუჩად იგდებენ ამ მშვიდობა გვინდა ეს არ არის აბუჩად ასაგდები ეს არ არის აბუჩად აგდე ზუსტად ის ხალხი იგდებს ამ სიტყვებს აბუჩად და ვისი მიმდევრებზე პირველი რომ გარბოდნენ პირველი ბომბზე რომ რა ქვია უკან მოუხედავად რომ გაიქცეთ თორემ მე არსად არ გავქცეულვარ თბილისში დავჭი და ფეხი არ მომიწვია ჩემი სახლიდან ბალიშის ქვეშ დანამედო რომ ერთ-ორ იმას მაინც გავიყოლებ მეთქი ოკუპანტსა იმ ქვეყნად სანამ რამეს მიზამენთქო ხო ბევრი წარმატებული ქალი შექმნით ამ სახელმწიფოში რომელიც მშვიდად დაიძინებს სახლში მშვიდად მიხედავს შვილებს არ მოუწევს საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეხედე სამუშაოდ კიდე ფინანსურის გარდა მუტრუკი ქფრებისგან გარბიან რო იცოდეთ და ავი დედამთილებისგან ეგეც არის მართლა გეუბნებით აი საშინელ ოჯახის ყოფას გაურბიან თორე შეიძლება იმ ადამიანმა საქართველოში იმ ძიმე შრომით აქაც იშოვოს მსგავსი ფული იგივე ის მოვლით პაციენტების და ასე შემდეგ საკმაოდ კარგად გადახდებია უკვე მაგ კუთხით მე თვითონ ვეძებ ეგეთ ხალხს ვისაც საკმაოდ იგივე თანხა გამოდით ახლა მაგალითად როგორ 700-800 ევროს თვეში რო იღებენ საბერძნეთში უფრო მეც გადავუხდი მოვიდნენ მაგრამ ისინი გაურბიან არა მხოლოდ ფინანსურ სიდუხჭირეს არამედ იმ აუტანელ ყოფას რაც მათ ირგვლივ ტრიალებს ხომ ამიტომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რომ ქალები იყვნენ ბედნიერები შეხედეთ თუ ქალი ბედნიერი არ იქნება ეს გენდერული რაღაცა ეს ევროპული თავსმოხვეული რაღაცა სისულელები არის იმ ხალხს უნდა ხელში დაინახოს ეს რომ მარი ეფერება მეზობელი არაგინებს რა ქვია შვილებისთვის დრო რჩება ანუ ბედნიერი ქალი სანამ არ იქნება იმ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა არ იქნება სიხარული არ იქნება წარმატება ისევე როგორც ოჯახი არ არსებობს ბედნიერი დედის გარეშე თუ ქალი უბედურია ის ოჯახიც არის უბედური თუ ქვეყანაში ქალი არ არის კმაყოფილი და ბედნიერი ის ქვეყანა ვერასოდეს ვერ იქნება წარმატებული ამიტომ თავარი ვალი არის ჩვენ ხელისუფლების რომ ყავდეს რაც შეიძლება ბევრი ბედნიერი ქალი და იცით როგორ დაივარცხნება ყველაფერი აბსოლუტურად გეთანხმებით ბოლო კითხვას დაგისვამთ ახალგაზრდებისთვის რჩევის სახით რომ იყოს თქვენგან მათ შორის თავიანთი სურვილის რეალიზებისთვის რა არის საჭირო ეს არის ვთქვათ დაუღალავი შრომა მეცადინეობა უბრალოდ ნიჭი იღბალი აი რა კუთხით ყველაფერი ერთად კი ბატონო ყველაფერი ერთად უსწავლელად არაფერი არ გამოვა და როცა იტყვენ რომ მაგას რა ენაღვლება მეც მეხარბებოდა სხვებს რო უყურებდი ეზოში რო ჩადიოდი მაგრამ ეს ისწრებია რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ფანჯარასთან მისვლის დრო არ მქონდა და საშუალება ამაში რატო გეხარ ფანჯარასთან რა გინდა და თუ გსურს რომ რაღაცა ბევრს მიაღწიო
და ბევრი იშრომ. სხვანაირად მაშინ რაღაცა განსაკუთრებული იყვალი უნდა ქონდეს, წახვიდე ლატარია იყიდო და მაგრამ ამის ალბათობა არის ძალიან დაბალი. ხო, ყველაფერი სტატისტიკით იზომება და სტატისტიკა გვაუწყებს, რომ უფრო მეტ წარმატებას აღწევს ის ადამიანი, ვინც მეტ შრომობს, ვინც მეტ სწავლობს, ვინც ნაკლებს ზარმაცობს და ასე შემდეგ. ეს არის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები. არსებობს სტატისტიკის მრუდიდან განაპირა ფორმები, რომლებიც არიან ძალიან ცოტა. გამონაკლისები, ხო, მაგრამ ეს გამონაკლისები ძალიან ცოტაა და ესეთი თავზე დაცემული კარგი ცხოვრება ეს ძალიან იშვიათია. მეორეც ერთი ყველა უნდა გაიგოს, რომ ეს ქვეყანა არ არის ვიღაცის ასაშენებელი, ნებისმიერი ჩვენგანი ვინც ვართ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ და თუნდაც ის რომ შენ წახვიდეს ქვეყნიდან, იმიტომ რომ მაინც უნდა ეცადო დარჩე და იბრძოლო, მე არ ვიძახი რომ მაინდა-მაინც ჩემი აზრი გაითვალისწინო. თუნდაც საპირისპირო აზრის მქონე პოლიტიკური ძალების, მაგრამ კი არ გაიქცე აქ დარჩე და აქ იბრძოლო, აქ იომო, იმიტომ რომ მე ხო არ წარმოუდგენიათ, რამდენჯერ ფეხით წავსულ ვარ სამსახურში, რამდენჯერ ლარი არ მქონია ჯიბეში და მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ადამიანის სიმდიდრეს და სიღარიბეს ჯიბეში ფული არ განსაზღვრავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ ძალიან მდიდარია, მაგრამ მაინც ღარიბად ცნობს თავს, რომ ის რაღაცა მე მილიონები ლარი არის შოვა და რამდენჯერ ყოფილა რომ ლარი არ მქონია ჯიბეში, მაგრამ ერთი წამი არ მქონია იმის განცდა რომ მე ღარიბი ვიყავი. არასოდეს არ მქონია ამის განცდა და ბევრი შრომა და ბევრი სწავლა. ჩვენ რომ მოგწონს დასავლეთი, ჩვენ რომ მოგწონს თუნდაც განვითარებული ჩინეთი ან ეს იაპონია ან ლამაზი ცხოვრება, ლამაზი როგორ კარგად მოვლილ აშენებულ ქვეყნებს რომ შეხედავ, იქ რა თქმა უნდა ეს არის უკიდეგანო 24 საათიანი შრომის, განათლების და ერთად დგომის შედეგი. ეს არის ტრადიცია იშრომო, ტრადიცია განათლდე და ჩვენც ეს ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ. შენ სკროლვით და ინტერნეტში ვიღაცა ფეიქ ჩანთებიანი ფოტოს იმას კაი ცხოვრება აქვს, იმის ყურებით შენი ცხოვრება გვერდით ჩაგივლის. ამიტომ წიგნი გადაშალეთ, იშრომეთ და არ შეგეშინდეთ დადგეთ მთავრობის სწორ ოპოზიციაში. შეხედე როდესაც ვიღაცა მართული ტიპი ხარ, ძალიან მარტივია მოექცე, აი გაუნათლებელი, არაშრომელა და ასე შემდეგ, უფლებაც არ გაქვს მოითხოვო და სამაგეროდ არ იქნები მართული. აღმოიფხრება მე ეს ნეპოტიზმიც, აღმოიფხრება ეს ბევრი ნეგატიური მხარე, რაც საქართველოში ტრიალებს. და ყველაფერი იქნება გადასარევი და ის რაღაც სხვა ქვეყნები, რომელთაც ჩვენ გშურს. შევნატრით. და შევნატრით. თუმცა მე მაგ კუთხითაც ვამბობ, რომ ბევრი შესაშური არ გვაქვს, და ჩვენ გვაქვს ბევრი ის რაღაცა, რაც მათ არ აქვთ. და მოდი არ შევშურდეს და ჩვენ თავის მივხედოთ და კანონი არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ ერთმანეთი არ გძულდეს. საქართველოში დადგა ის დრო, რომ საჭირო გახდა კანონი, რომ ერთმანეთი არ გძულდეს. ძალიან ცუდი ვითარება. და მოდი ძალიან ბანალურს ვიტყვი, მაგრამ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო სტუმრობისთვის. თქვენ უსმენდით და უყურებდით რადიო სივრცეს FM 98.5-ზე. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ნინო ნადირაძე. გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.